გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმას და ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში შემდეგ თემებზე გიამბობთ. მისასალმებელი, მაგრამ არასაკმარისი. მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი ლორა თორნტონი ამერიკის ახალ სანქციებზე საუბრობს. ამერიკელი ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ყველა გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და დასავლეთის ქვეყნებმაც ზომები სწორედ ამიტომ მის წინააღმდეგ უნდა მიიღონ. ვინ არის უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი? დარჩით ჩვენთან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ძალოვანი უწყების მეთაურებს სანქციები დაუწესა. ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სავიზო შეზღუდვების შემდეგ ეს უკვე ფინანსური სანქციებია, რომელიც მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში წესდება. დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ სამინისტრო პასუხისმგებელია სასტიკ და ძალადობრივ ქმედებებზე ოპოზიციის, მედიის, დემონსტრანტების წინააღმდეგ, არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ მთელი 2024 წლის განმავლობაში. მაიკლ კარპენტერი, პრეზიდენტ ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკის ხმას ეუბნება, რომ სასწორზე საქართველოს მომავალი და დემოკრატია დევს და რომ მათ, ვინც ეს ყველაფერი საფრთხეში ჩააგდო, უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები მათ ამისთვის ანგარიშ ვალდებულებას უწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე საუბრობს შემდგომ ნაბიჯებზე, სავიზო შეზღუდვების გაფართოებასთან დაკავშირებით. Laura, thank you so much for your time. As you know, State Department has Laura, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. როგორც იცით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში ახალი ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალ ჩინოსანს. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? Well, I think it's extremely important that there are consequences. ფიქრობ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების ქმედებებს შედეგები მოხვა. იმ ძალადობის გათვალისწინებით, რასაც ისინი სჩადიოდნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ წამებისთვის, რასაც ისინი დემონსტრანტების და იმ ადამიანების წინააღმდეგაც კი სჩადიოდნენ, ვინც პროტესტში არც მონაწილეობდა, ხალხის ქუჩიდან გატაცების, მათი მიკროავტობუსებში შეყრისა და წამებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მიხარია ამ სანქციების ხილვა, არ მგონია რომ ის საკმარისად შორს მიდის. უნდა გვესმოდეს, ვინ არის ის ხალხი, ვის წინაშეც ეს ადამიანები ანგარიშ ვალდებულები არიან, ვის ბრძანებებს ასრულებენ ისინი. ჩემი აზრით და ყველა იმ ქართველის აზრით, ვისაც გასული კვირის განმავლობაში თბილისში ყოფნისას შევხვდი და ვესაუბრე, ეს ბიძინა ივანიშვილია. ასე რომ მაშინ, როდესაც მივესალმები ყველა ფინანსურ სანქციას ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ, კონკრეტულად კი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას ჩადის, მგონია რომ ამ მოძრაობის, ამ რეჟიმის ლიდერის სანქცირების გარეშე ვშიშობ სანქციების გავლენა შეზღუდული იქნება. So you are saying that ანუ ამბობთ, რომ იმისთვის, რომ სანქციები უფრო ეფექტიანი, გავლენიანი იყოს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა ეხებოდეს. ასევე თვლით, რომ საჭიროა მაგნიტსკის გლობალურ აქტში მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც მოხვდნენ. officials who should be under Magnitsky Global Act. Yes, of course. I mean დიახ, რა თქმა უნდა, არავინ მოქმედებს საკუთარი ინდივიდუალური უფლებამოსილებით. ასე რომ ესაა იმ მინისტრის დასჯა, რომელიც ემორჩილება პრემიერ-მინისტრ ყობახიძეს, რომელიც არაფორმალურად და ახლა უკვე აღარც არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება. დიახ, ვფიქრობ, სანქციების სამიზნე ქართული ოცნების ლიდერები უნდა იყვნენ. ფინანსური სანქციების გარეშე ძალიან ძნელი იქნება რაიმე ბზარების გაჩენა პარტიაში. ასევე მჯერა, რომ ქართული ოცნების ჩამოშლა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს შეძლოს დემოკრატიის გზაზე დაბრუნება. უკვე კვირებია, რაც საექსპერტო წრეებიდან თუ ამერიკელი კანონმდებლებისგან გვესმის მოწოდებები ფინანსური, უფრო მკაცრი, ფართო სანქციების დაწესების მოთხოვნაზე. ბევრი ამბობს, რომ ეს სანქციები დაგვიანებულია. ეთანხმებით ამას, თვლით, რომ სანქციები გაცილებით ადრე უნდა დაწესებულიყო. Do you agree that these sanctions should have been imposed earlier? yes, I mean as you noted. დიახ, როგორც თქვენ თქვით, ამ სანქციებზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონის მიღებიდან ვამბობდით, რომ სანქციები საჭირო იყო. ვიმედოვნებდით, რომ ეს სანქციები არჩევნებამდე დაწესდებოდა, რათა ზეწოლა მოეხდინა და მთავრობის ქცევა არჩევნებამდე შეეცვალა. ეს არ მოხდა. მესმის, რომ მათი ამოქმედება ადვილი არაა და არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები, ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას ამის გაკეთებამდე. მაინც მჯერა, რომ როცა არსებობს ნება, არსებობს
გზაც. კონკრეტულად ახლა კი ჩემი აზრით საქართველოსთვის კარი იხურება. საქართველო მართლაც სიბნელეში გადაეშვება თან ძალიან მალე, რადგან ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც მთლიანად მიიტაცა. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, რადგან უკვე გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა და უკვე თითქმის ზედმეტად დაგვიანებულია. იმედი მაქვს, რომ მალე კიდევ უფრო მეტი ფინანსური სანქცია დაწესდება. Right before United States ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მაგნიცკის გლობალური აქტით სანქციების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთმაც დააწესა ფინანსური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკასა და ევროპას, არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ევროპულ ქვეყანას კოორდინირებული მიდგომა ჰქონდეს. to act united or to act coordinated when it comes to Georgia. Oh, I think it's so important. It sends ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ შეთანხმებულად ვთანამშრომლობთ, ეს ერთიანი კოორდინირებული გზავნილია. ეს ქართულ ოცნებას უფრო ურთულებს იმის თქმას, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ქვეყანა იღებს. არა, ამას ახლა ყველა მისი ყოფილი მოკავშირე აკეთებს. მესმის, რომ ევროკავშირისთვის მოქმედება უნგრეთის და ახლა უკვე სლოვაკეთის პრობლემის გამო საკმაოდ გართულდა. ეს სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი ქვეყნების ქმედებებს. ვნახეთ ესტონეთი, ლიეტუვა, გავიგეთ, რომ ჩეხეთიც ამზადებს საკუთარ სანქციებს, ასე რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, როგორც დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემთხვევაში ვნახეთ, კომუნიკაციის ხაზები ქვეყნებს შორის ღიაა. ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მიმართ განსხვავებული შემზღუდავის სასანქციო ზომის გამოცხადების მიუხედავად, ამერიკელი ექსპერტების, ისევე როგორც კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის მხრიდან ეს ნაბიჯები შესაძლოა ამ ეტაპზე არც საკმარისად მკაცრი იყოს და არც ეფექტიანი. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარისა და დასავლეთში გავრცელებული აზრით ქვეყნის რეალური მმართველისთვის, პერსონალური ფინანსური სანქციების დაწესებას ექსპერტთა ნაწილი ემხრობა. ისინი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილისთვის საკუთარი კეთილდღეობა და ფინანსური სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც საქართველოში არსებული სიტუაციის შესასრულად ყველაზე ეფექტიანი მისთვის სანქციების დაწესება იქნება. თუმცა აქ ექსპერტთა აზრები იყოფა, რადგან მათი ნაწილი ამბობს, რომ ივანიშვილისთვის ამერიკას სანქციები დიდი ხნის წინ უნდა დაეკისრებინა და ახლა მისთვის მხოლოდ სანქციების პაკეტში მოხვედრა საკმარისი აღარაა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების კურსის შეცვლა მხოლოდ ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით შეიძლება. შეგვიძლია ახლა ყოფილი დიპლომატების ეს მოსაზრებები მოვისმინოთ. ივანიშვილი თვეების წინ უნდა დასანქცირებულიყო, თუმცა მხოლოდ მისი დასანქცირება ახლა ეფექტიანი აღარ იქნება. მასთან ერთად სანქციები უნდა დაუწესდეს კობახიძესა და ყველას, ვინც პასუხისმგებელია დარბევებზე. რეალური გზავნილი უნდა გაუგზავნოთ მათ, ვინც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყო ჩართული, რომ მათი და მათი ოჯახების ცხოვრებაზე ეს გავლენას მოახდენს. ეს კი ევროკავშირთან კოორდინაციით უნდა მოხდეს, რათა როდესაც ავტორიტარები თავისი შვილების ამერიკასა თუ ბრიტანეთში უნივერსიტეტებში გაგზავნას გადაწყვეტენ, მათ ეს ფუფუნება აღარ ჰქონდეთ. ჩემთვის ამის თქმა ძალიან მტკივნეულია, მაგრამ გაცილებით უფრო მკაცრ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს მხარს ვუჭერ. ჩემი აზრით ბატონ ივანიშვილზე ფინანსურ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი გავლენა აქვს და ასევე მას ადარდებს, რას ფიქრობს მასზე ევროპა და ამერიკა. ამიტომაც მგონია, რომ ნაბიჯები, რომლებიც კონკრეტულად მის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ძალიან ეფექტური იქნება. საქართველოს მთავრობა ესაა ხალხი, ვინც ივანიშვილისთვის მუშაობს და იმას აკეთებს, რასაც ის ამბობს. საჭიროა პრობლემის თავთან გამკლავება და დიდი იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისეთ მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, რომლებიც ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგაც შენარჩუნდება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ბოლოს გამოცხადებული ფინანსური სანქციები, რომელიც მაგნიცკის გლობალური აქტის ფარგლებშია დაწესებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ეხება. მაშინ, როდესაც ამერიკის საექსპერტო წრეებში უკვე მიღებულ ყველა ზომას საჭიროდ მიიჩნევენ, ამბობენ, რომ სანქციები დამატებითად საჭიროა და შემზღუდავი ზომების ტალღა ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით არ უნდა შეწყდეს, რადგან ქვეყანაში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. იმას, რასაც საქართველოში ვხედავთ, მე ვუწოდებდი სიკვდილს 1000 ჭრილობით. ქართული ოცნება ნაბიჯ-ნაბიჯ აჭრის ქართულ დემოკრატიას უმნიშვნელოვანეს ნაწილებს. სანქციების მომხრე ყოველთვის არ ვიყავი, მაგრამ ასევე სანქციები არის ძალიან კარგი იარაღი, თუ ის ძალიან სპეციფიკურია და კონკრეტული სამიზნე აქვს. სანქციები, რომელიც აქამდე ვიხილეთ ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საკმარისი არ მგონია. ვფიქრობ, საჭიროა ფინანსური სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის. აქამდე არასდროს გამიწევია საქართველოსთვის სანქციები
სანქციების დაწესებაზე რეკომენდაცია, მაგრამ ეს 1000 ჭრილობით სიკვდილი, დემოკრატიის განადგურება, ევროპისგან ქვეყნის დაშორება უნდა შეწყდეს. ამერიკის მიერ სანქციების გამოქვეყნებამდე სანქციების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია დიდმა ბრიტანეთმაც. ოფიციალურმა ლონდონმაც სანქციების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს დაუწესა. დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ ახლა ჯერი ევროკავშირზეა და მორიგი გადაწყვეტილება სწორედ 27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა უნდა მიიღოს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი კი მნიშვნელოვან თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატების დასახელებას განაგრძობს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ვინაობა იყო. ამ პოსტზე დონალდ ტრამპმა თადარიგის სამვარსკვლავიანი გენერალი კიტ კელოგი წარმოადგინა. ვინ არის ის, რა შეხედულებები აქვს და რას ნიშნავს მისი ყოფნა ამ პრეზიდენტის დესპანად, რომელიც უკრაინის ომის სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ნახეთ მომდევნო სიუჟეტი. თადარიგის სამვარსკვლავიანი გენერალი კიტ კელოგი არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ადმინისტრაციის უფროსად, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მსახურობდა. კურტ ვოლკერი, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს უკრაინაში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა კარგი არჩევანი გააკეთა. ის გამოცდილი სამხედრო ლიდერია, სამვარსკვლავიანი გენერალი, რაც საკმაოდ არსებითია. მას პრეზიდენტ ტრამპთან ახლო ურთიერთობა აქვს, ამიტომ პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლია, რაც მნიშვნელოვანია. ვოლკერი განმარტავს, რომ კელოგი იმაზე იმუშავებს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების ტრამპისეული ხედვა განახორციელოს. ეს ნიშნავს პრეზიდენტ ტრამპის გზავნილების გადაცემას, ადგილზე რეალური ვითარების შეფასებას და მხარეებს შორის ნებისმიერი გზავნილების გატარებას. კელოგი უკრაინაში ომის დასრულების გეგმის თანაავტორია, რომელიც ამერიკის პოლიტიკის ინსტიტუტის ამერიკული უსაფრთხოების ცენტრმა გამოაქვეყნა. მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებზე დაფუძნებული შეთანხმების მისაღწევი ოფიციალური პოლიტიკა უნდა დაიწყოს. ამ გეგმით, თუ კიევი რუსეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს. რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვის დასარწმუნებლად კი კელოგი კიევის ნატოში გაწევრიანების შეყოვნებისა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის იდეით გამოდის. ის ამ გეგმის შესახებ ამერიკის ხმას ივლისში ესაუბრა. ეს არ ნიშნავს უკრაინის დანებებას. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ტერიტორია უნდა დათმონ. კელოგმა ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისადმი არასაკმარისი სამხედრო დახმარებისთვის გააკრიტიკა. ეველინ ფარკასი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვის დეპარტამენტში რუსეთ-უკრაინის პოლიტიკას უძღვებოდა, ამას ეთანხმება. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია კარგად იწყებს იმ მხრივ, რომ უნარიან ექსპერტს ნიშნავს და ასევე ამ საქმეს მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოყოფს. უკრაინაში ამერიკის ყოფილ ელჩს ჯონ ჰერბსტს კი სჯერა, რომ კელოგს ესმის, რომ უკრაინაში პუტინის აგრესია ევროპასა და მსოფლიოში ამერიკულ ინტერესებს ემუქრება. მას ესმის, რომ ომის ესე დასრულება, რაც როგორც ტრამპს ესმის, უკრაინის გადარჩენას უზრუნველყოფს. ეს შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მის ღია კრიტიკოს ჯონ ბოლტონს მიაჩნია, რომ კელოგს ამ თანამდებობისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს. მას თვითონ კონფლიქტის შინაარსის შეგრძნება არ აქვს. ის ბევრი კუთხით ნატოს ოპონენტია. დევიდ კრამერი, რომელიც უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპულ პოლიტიკას უძღვებოდა, ტრამპის მეორე ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის შემადგენლობას უკრაინისთვის და ევროპისთვის იმედის მომცემ ნიშნად მიიჩნევს. ვფიქრობ, რომ მაგალითად გენერალ კელოგის საგანგებო დესპანად შერჩევა ძალიან იმედის მომცემი ნიშანია. სენატორ და იმედია სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაც ვითარება კარგად ესმის. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი მაიკლ უოლსი ძალიან ძლიერი არჩევანია. უკრაინაში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატის დანიშვნას სენატისგან დამტკიცება არ სჭირდება. საგარეო პოლიტიკაზე მეტად შეერთებული შტატების მოსახლეობის ყურადღება შიდა პოლიტიკის შესაძლო პრიორიტეტებისკენაა მიმართული. ერთ-ერთი სიახლე, რომლის დანერგვასაც დონალდ ტრამპი აპირებს, მთავრობის ეფექტიანობის შემომოწმებელი სააგენტოა. ეს სამსახური, რომელსაც სათავეში მილიარდერი ილონ მასკი კიდევ ერთ მილიარდერ ვივეკ რამასვამისთან ერთად ჩაუდგება, აპირებს ამერიკის ფედერალური უწყებების ხარჯები მკვეთრად შეამციროს. მასკი ტესლასა და SpaceX-ის დამფუძნებელია. რამასვამი კი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა.
ილონ მასკი წარმატებული კომპანიების SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი და მფლობელი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს შემოკლებით Dodge-ს გაუძღვება. ეს მასკის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტის კომიქსების გმირი ძაღლისა და მიმის სახელიცაა. ვაპირებთ მთავრობის ტვირთი ზურგიდან და ხარჯებიდან ჩამოგაცილოთ. Dodge მთავრობის ბიუჯეტის მე-13-ით 3 ტრილიონით და საჯარო მოხელეების 3/4-ით შეკვეცას გეგმავს. საოცარი მომავალი გველის. მთავრობის სექტორში მუშაობის გამოცდილება მასკს არ აქვს, თუმცა მის კომპანიებს სახელი ეფექტიანი მუშაობით აქვს განთქმული. COVID პანდემიის დროს მასკმა კომპანია Tesla კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანა და შტატის ზედმეტი რეგულაციების დაწესებასა და მაღალ ხარჯებში დაადანაშაულა. Dodge-ს მასკთან ერთად კიდევ ერთი მილიარდერი მეწარმე ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებს, რომელიც ბევრი ფედერალური რეგულაციის გაუქმებაზე იზრუნებს და ხარჯების შესამცირებლად სამთავრობო სააგენტოთა ნაწილის დახურვას გეგმავს. ისინი დისტანციურად მუშაობის პოპულარული პროგრამის გაუქმებასაც გეგმავენ, რაც თავისთავად გამოიწვევს თანამშრომელთა გადინებას. წინ სწავლის რთული პროცესი აქვს, რათა შეიტყონ, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში მეფე არ არის, ან მინიმუმ არ უნდა იყოს. კონსტიტუციურ პრობლემებს გადააწყდებიან, კანონთან და კონგრესის უფლებებთან ბრძოლა მოუწევთ. მასკი და რამასვამი კონგრესს უკვე ეწვევნენ. კანონმდებელთა ნაწილი ფედერალური ხარჯების შემცირებას ემხრობა, მაგრამ ისინი ამომრჩეველთა წინააღმდეგ წასვლას მოერიდებიან. ამავდროულად ისიც იციან, რომ მასკი და რამასვამი ტრამპთან უშუალოდ მუშაობენ. მასკმა მადლიერების დღე დედასთან ერთად ტრამპის მარალაგოს რეზიდენციაში აღნიშნა. რამასვამის ფოტოზე კი ჩანს, რომ ის ამ უქმე დღესაც მთავრობის შემცირებაზე მუშაობდა. არ ვიცი რამდენად იცნობთ ილონს, მაგრამ ის არა საჭით, არამედ რკინის მკვეთი ხერხით მოდის, რომლითაც ჩვენ ბიუროკრატიას მივადგენთ. Dodge-ის მრჩეველთა საბჭო მთავრობის შემცირების ინიციატივებს ჯერ ტრამპის ადმინისტრაციას, შემდეგ კი კონგრესს წარუდგენს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. არც მასკი და არც რამასვამი მთავრობისგან ხელფასს არ აიღებენ. ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ბევრი მოქალაქე ამბობდა, რომ ინფლაცია მისთვის გადამწყვეტი იყო არჩევანის გაკეთებისას. ახლა კი მოსახლეობის ეს ნაწილი ელის, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკაზე ფოკუსი მის გამარჯვების სიტყვაშიც აისახა. არ მოვისვენებ, სანამ არ მივახცევ ძლიერ უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები და თქვენ ემსახურებთ. რაც შეეხება ეკონომიკას, კირზინგერის თქმით, ტრამპი უფრო მეტმა ადამიანმა ამის გამო აირჩია. როდესაც ამდენი ამომრჩეველი ყურადღებას ეკონომიკაზე ამახვილებს, Associated Press-ის ვოუთქასტმა აღმოაჩინა, რომ ამომრჩეველთა რიცხვი, რომელიც ამბობს, რომ მათი საოჯახო ფინანსები შემცირდა, 4 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა. ეს მძლავრი გზავნილია ამომრჩევლისგან, რომელიც წაგებულმა მხარემაც გარკვევით გაიგონა. მათ სურთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელოვან საკითხებზე და გავერთიანდეთ, რათა გულმოდგინედ მომუშავე ამერიკელი გადასახადის გადამხდელების პრობლემები მოვაგვაროთ. დავიწყოთ იმით, რომ შევუმციროთ ხარჯები უბრალო ამერიკელებს, რომლებიც ხელფასიდან ხელფასამდე გაჭირვებით ცხოვრობენ. ნიუ-მექსიკოელი ჯუდი ევანსი ამბობს, რომ ტრამპი აირჩია, რადგან სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები ძალიან მაღალია. ინფლაციამ ჩემზე ნამდვილად იმოქმედა. ბოლო 2 წლის განმავლობაში სურსათზე ხარჯები გამიორმაგდა. ელექტროენერგიის და სხვა კომუნალური ხარჯებიც საკმაოდ გაიზარდა. აარონ ანდერსონი კი ჩრდილოეთ კაროლინადანაა და ამბობს, რომ მოსწონს ის, რაც ეკონომიკის კუთხით დონალდ ტრამპმა გააკეთა. ტრამპი ამას ჩვენთვის გამოასწორებს. ადრე, როცა ის იყო ხელისუფლებაში, საქმე კარგად მიდიოდა და ეკონომიკას ახლაც სწორ გზაზე დააყენებს. ამომრჩეველი ჩარლზ ბუდრე ახალი ადმინისტრაციისგან სწრაფ მოქმედებას ელის. მათ ნაკლები რეგულაციები ექნებათ. ისინი კონკრეტულ სფეროებში მეტს დახარჯავენ. ადამიანებს მეტი ფული ექნებათ და იმ კონკრეტულ სფეროებში მეტ ფულს დახარჯავენ. ბენზინის ფასი შემცირდება. ფინანსების პროფესორი მაიკლ ვებერი ამბობს, რომ შესაძლოა ამერიკელმა მომხმარებლებმა სწრაფი ცვლილება ვერ ნახონ. საბოლოოდ პრეზიდენტს დროის მოკლე მონაკვეთში, იმის და მიუხედავად თუ თეთრ სახლში ვინ იქნება, ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში ეკონომიკურ პოლიტიკაზე ძალიან მცირე გავლენა ექნება. ამასთან კონკრეტულად სურსათის ფასებზე, ფასებზე მაღაზიების თაროებზე, რის წინაშეც ყოველდღიურად ვართ.
ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს მეტ ნავთობის ჭაბურღილებს, დაბალ გადასახადებს და იმპორტზე მეტ ტარიფს, რაც ეკონომისტთა უმეტესობის აზრით ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფასებს გაზრდის. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ. შემოგვერთით მომავალ კვირასაც საქართველოს პირველ არხზე ამავე დროს. ჩვენი ამ და სხვა გადაცემების ნახვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikis.com. სიახლეებისთვის თვალისადევნებლად გამოგვყევით Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.